თითქმის დემოკრატიული, ოდნავ თეოკრატიული, საკმაოდ პერსპექტიული და თითქმის ევროპული ქვეყნის თითქმის ყველა საინტერესო ამბავს ცხოვრების რიტმის განცდის ხურვილით საღამოს. სანამ წაგიგებს სურვილი, რომ რავი იქნებ, დღეს ხდება ის, რისთვისაც ღირს, რომ თითქმის ყოველ დილით, როცა ვფიქრობ, ვისთვის, შენთვის თუ სხვისთვის, გახსოვდეს სამშობლო, რომელმაც დაამარცხა კორუფცია, თითქმის კრიმინალი, თითქმის სისტემას მოვაწუთებს ითვლის უკვე წლებია და წლები არა წლების მიქნებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითოეული დღე ხარჯელი სიტყვა მოკლედ თითქმის საღამოს 8-ზე ყოველ დღე თითქმის ჰეი გამარჯობა მეგობრებო დღეს 12 მარტია სამშაბათი თქვენ მე-3-ს პირდაპირ ეთერში უყურებთ გადაცემას თითქმის ყოველ დღე მიშამ შულდაძესთან და ეგ მიშამ შულდაძე ვარ მე ზუსტად 100 წლის წინ 1919 წლის 12 მარტს საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა პარლამენტმა გამართა პირველი სხდომა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ გადაცემის ისტორიაში ყველაზე სევდიანი რუბრიკა 100 წლის წინანდელი და ახლანდელი პარლამენტის შედარებითი დახასიათება. პირველ პარლამენტში ყავდა გერონტი ქიქოძე, ახლა ყავს მამუკა მდინარაძე. პირველ პარლამენტში ყავდა შალვა ამირეჯიბი, ახლა ყავს არჩილ თალაკვაძე. პირველ პარლამენტში ყავდა შალვა ნუცუბიძე, ახლა ყავს ირაკლი კობახიძე. პირველ პარლამენტში ყავდა იესე ბარათაშვილი, ახლა ყავს ემზარ კვიციანი. ალბათ შეამჩნიეთ რომ ცოტათი მაინც დავინდე ახლანდელი პარლამენტი და არ დავასახელე მაგალითად ექვთიმე თახაიშვილი პირველ პარლამენტში. პირველმა პარლამენტმა მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ახლანდელმა პარლამენტმაც მიიღო კონსტიტუცია. შეგვიძლია ეს კონსტიტუციებით შევადაროთ ერთმანეთს, მაგრამ ეგეთი სევდიანი გადაცემაც არ გვინდა. და ბოლოს კიდევ 20 პლუსი, რომელიც პირველ პარლამენტს ჰქონდა ახლანდელთან შედარებით. პირველ პარლამენტში 130 დეპუტატი იყო, ახლანდელში 150. პირდებით რომ ასეთი სევდიანი რუბრიკები ჩვენს გადაცემებში აღარ იქნება. მაქსიმუმ ერთხელაც ძველი და ახალი თბილისის დინამოები შევადაროთ ერთმანეთს. მით უმეტეს მეგობრებო რომ დღეს საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთი სევდიანი რამ მოხდა. თია წულუკიანმა მინისტრობის 7 წლიანი მმართველობა დაასრულა გვეგონა, მაგრამ გააგრძელა. იუსტიციის მინისტრმა დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ არ გამოურიცხავ მინისტრობიდან წასვლასო. მერე კი აიღო და გამორიცხა. თუმცა გულის სიღრმეში თია მინისტრობიდან წასვლას ალბათ მაინც არ გამორიცხავს, ოღონდ ოდესმე. თია წულუკიანი აღარ გადადგა, უკვე მე რამდენად. ერთხელაც მართლა წავა და არავინ დაუჯერებთ. შეიძლება გადადგა კიდეს დღეს და ჩვენ არ უჯერებთ ამის. არადა წულუკიანის დარჩენა არ დარჩენის საკითხი მართლ გუნდთან უთანხმოების გამო წამოიჭრა. როცა ჟურნალისტებმა იკითხეს, რაზე იყო უთანხმოებაო, წულუკიანმა ასეთი პასუხი გასცა. როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდით მებს და გავიკეთებ დიდ კოსას. და თქვენ რა თქმა უნდა, მაშინ ისევ ახალგაზრდები იქნებით. შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო. ამიტომაც ამ ნიუს ეხუმრობას ჩვენც ასე 20-30 წლის მერე შემოგთავაზებთ. არადა, უკვე შარშან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია გვთავაზობდნენ 10 მიზეზს, რატომაც უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან თია წულუკიანი. სიას ეჟღერს. პირველი, სასამართლო რეფორმის წარუმატებლობა. მეორე, არ შეიქმნა ორგანო, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მესამე, წულუკიანმა გადაუხადა მადლობა შოთაძეს, რომელმაც არ გამოიძია სარალიძის საქმე. მეოთხე, წულუკიანის დანიშნული პროკურორების არაპროფესიონალიზმი. მეხუთე, სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა, ყოვლად გაუგონარი ამბავი, როდესაც ყურადღება იუსტიციის მინისტრი არ ასრულებდა მის მიერვე უკანონოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს სამივე ინსტანციაში გავლილ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას. სიგიჟე სრული. მეექვსე, სამინისტროს დაკომპლექტება პარტიის აქტივისტებით. რისთვისაც საჭირო გახდა თავის დროზე ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის გაშვება. მეშვიდე, იურისტის დიპლომის არ ქონა. იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამავდროულად მთავარი პროკურორი იყო, უნდა ჰქონოდა უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც თიას არ ჰქონდა. ეს კანონი დაგვიანებით სპეციალურად წულუკიანისთვის შეიცვალა.
მერვე სტრასბურგის მიერ დაწუნებული მოსამართლეთა სია წულუკიანის შეთავაზებული კანდიდატები რამდენჯერმე ჩააგდო სტრასბურგში. მეცხრე საერთაშორისო დონეზე წაგებული თითქმის ყველა საქმე მაგალითად რუსთავი 2 და მეათე იუსტიციის სამინისტროს მიერ კოორდინირებულ რეფორმებში სახელმწიფოს რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაცია ყავდა და ყველა პარტნიორი ორგანიზაცია აკრიტიკებდა წულუკიანის კომპეტენციას და მის გადადგომას ითხოვდა არასამთავრობოები, ოპოზიცია. და რა იყო ამ ყველაფერზე წულუკიანის პასუხი? ეგეთები თავი გაბიათ. ნუ ასე არ უთქვამს რა თქმა უნდა. ზუსტი ციტატა ასე ჟღერდა. თუ ვინმე უნდა გადადგეს, ესა არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია. მაგრამ ხალბატონოთია საიდან უნდა გადადგნენ არასამთავრობოები? ან აი ოპოზიცია საიდან უნდა გადადგეს? ხო და მართლა ეგეთები თავი გაბიათ რო ეთქვა ხო ჯობდა. დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობის დატოვების შემდეგ დიდსულოვნად არ დაგვიმალა, რომ უმრავლესობის წევრ დეპუტატებს ყოველდღიურად მისდიოდათ მესიჯები, თუ რა მესიჯები უნდა გაეჟღერებინათ. ვისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ და ვინ ელანძღათ და ერთის და მეორეც რა სიტყვებით მოკლედ. მაგრამ მესიჯ ბოქსი ერთია და კონკრეტულად შენი სიტყვებით რომ შეასხა ხორცი სხვის აზრს, თან ისე რომ თანაგუნდელების ნათქვამით სიტყვა სიტყვით არ გაიმეორო და მთავარი აზრიც გააჟღერო, ცალკე ხელოვნებაა. ამიტომაც ჩვენ გამოვყავით რამდენიმე განცხადება თუ როგორ უცხადებენ უმრავლესობის დეპუტატები მხარდაჭერას თეა წულუკიანს. კრიტერიუმები უცვლელია: მლიქველობის ლეველი, სტილისტური გამართულობა და პათოსი. დღეს 6 ასეთი განცხადება გამოვყავით. გიავოლსკი თეა თემასთან დაკავშირებით არაფერს მალავს. მთავრობაში ღიად საუბრობს, რაც მისასალმებელია. გიორგი კახიანი, ოცნების დეპუტატი. თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია არ მაქვს. ანუ ამან მე არც გამიგია, თუ წასვლა ეს საერთოდ უფიქრიაო. ამ ემოციას გოგოები გამომხატავთ ხოლმე ფრაზით, რა სისულელია. ეკაბესელია, თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში. ლევან გოგიჩაიშვილი, წულუკიანს აქვს გამოკვეთილი ინდივიდუალობა, შეუძლია გარკვეული პოზიციების დაცვა. ეს ორი უმრავლესობიდან კი წავიდნენ ბესელია და გოგიჩაიშვილი. მაგრამ მესიჯ ბოქსის ჩატიდან ჯერ არ გამოსულა ეთყობა და ისევ მისდით. ძიმე არტილერია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ძალიან ღირებული წევრი. ის არის მინისტრი 2012 წლიდან. შესაბამისად ბუნებრივია ჩვენი ვალია მას მოусმინოთ. ანუ თეასაც უსმენენ. და ბოლოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია, სამჯერ მეთქვა. თეა არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც გვაქვს. წარმატება ჰქონია თურმე. თეა წულუკიანის არ გადადგომა არ ყოფილა ერთადერთი გაჭიანურება ქართული იუსტიციის სფეროში. ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმე მოსამართლის მივლინების გამო გადაიდო. აი რა მოიფიქრეს ახლა ეს. ეს რა იყო? თავითონ კანონიც არ დაურღვევიათ. ორ ნაწილად ვიყოფით ქართველები, ნიჭიერები და ზარმაცები და ნიჭიერები და ესეთები. ამგვარად, სანამ მოსამართლე მივლინებიდან არ დაბრუნდება, ფარცხალაძის საქმე უმოძრაოდ დარჩება. ოღონდის მოსამართლე საღი და ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს და დაველოდებით, არაა პრობლემა. სამაგეროდ კირკიტაძის საქმის მოსამართლე ადგილზე იყო და კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვა. იციან მოსამართლეებმა ვის საქმეზე უწევთ მივლინება და ვისზე არა. ხოლო აი კიდევ ერთ ხმაურიან სასამართლო დავაში წინსვლა გვაქვს. დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატმა თქვა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეაო. ანუ თურმე ჩვენ რომ მეფე ქართველთა რანთა და კახთა გვეგონა, სინამდვილეში კაცური კაცი ნუგზარა სიხარულიძე ყოფილა. არასაკმარისად ეჭვიანი ხალხი ვართ ქართველები, თორემ რა მიხვედრა იმას უნდოდა რომ ნამდვილ ბაგრატიონს ნუგზარს დაარქმევდნენ. დაარქმევდნენ დავითს, გიორგის, დემეტრეს, ერეკლეს, ლევანს ბოლო-ბოლო. ნუგზარ ბაგრატიონი ცოტა ლამბორჯინის რო გაზი ჩაუყენო ცოტა მაგაზე. აქვე შემოვევლეთ ყველა არა ბაგრატიონ ნუგზარს. მშვენიერი სახელია, მეფეზე გვაქვს უბრალოდ ცოტა სტერეოტიპული ხედვა. ჩვენი ბრალია მოკლედ თქვენ არ იდარდეთ. ადვოკატები ამბობენ, რომ სიმართლის დასადგენად შესაძლოა ამ ჩვენი დიდი მეფეთა საფლავების გაკვეთაც გახდეს საჭირო.
ხოდა რაღა ბაგრატიონი და სვეტი ცხოველი ვითხაროთ. გავკვეთოთ ვინმე სიხარულიძე. და იმას შევადაროთ დენენ. ნაკლები თავის ტკივილი იქნება. საერთოდ იქნებ რამენაირად ისე მოვახერხოთ რომ ეს ამბავი სამეფო ტახტზე გივი სიხარულიძის ასვლით არ დაგვირგვინდეს. და იყოს ნუგზარი ჯანდაბას არაა პრობლემა. კან ეს თავის მხრივ ცოტა არასანდო ტიპს გავს. დავით ბაგრატიონ გრუზინსკი. ჯერ ხო სახელი და გვარი რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდი გეგონება. და მისი წარსულიდანაც მარტო ის ვიცით რომ როგორც მისმა ძველმა შეყვარებულმა ერთ ტელეგაცემაში გაგვიმხილა ხანდახან ქალებზე ხელის აწევა სულ თავისუფლად შეუძლია. ხოდა ჩავთვალოთ რომ მოეკითხა ძველი ცოდვები. ამჟამად ყოფილი სიმამრი ნუგზარ ბაგრატიონ მუხრანელი სხვა ვერსიით სიხარულიძე. უკაცრავად ბაგრატიონ გრუზინსკი და სხვა ვერსიით სიხარულიძე და ყოფილი ცოლი ანა ბაგრატიონ მუხრანელი იგივე ვერსიით სიხარულიძე გამოდის ესეც უჩივიან რომ დავითი უკანონოდ ყიდის სამეფო ტიტულებს. ანუ დავით სიმამრი ტვინს უჭამს და 2 კაპიკის წყნარად შოვნას არ აცდის. თითქმის იგივე მდგომარეობაშია როგორც ღარიბაშვილი იყო 4 წლის წინ. და სხვათა შორის 4 წლის წინანდელი ღარიბაშვილი ზუსტად იმას ამბობდა ცოლის ნათესავი არ არისო. უცნაური დამთხევაა საკმაოდ. მეფე დედოფლის სასამართლო დავის პარალელურად ისევ დაიწყო საუბრები კონსტიტუციურ მონარქიაზე, რომელი მმართველობის ფორმაა იდეალური საქართველოსთვის. ამ თემის გამოკვლევა ვთხოვეთ ჩვენი გადაცემის სახალხო მკვლევარსა და ჟამთა აღმწერელს გიორგი ჯავახაძეს. გამარჯობა ჯავახ. რას ფიქრობ კონსტიტუციურ მონარქიაზე? როგორ გაითვალისწინებ პირდაპირ ეთერში ვართ? კარგი. მაშინ ასე ვიტყვი, რომ ბოროტებაა და ადამიანის უფლებების დარღვევაა და გეტყვი რატომაც. ყველა ადამიანი არის თანასწორი, როგორც შევთანხმდით დიდი ხნით ადრე და ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია არის დაუშვებელი. მოდი დავსვათ ესეთი შეკითხვა. რატომ უნდა იყოს მეფე ის და არა შენ ნიშა? შვილდაძე. ამ შეკითხვაზე, ანუ რა არის პასუხი? შენზე ჭკვიანია? არ ვიცით. შენზე კეთილია? არ ვიცით. შენზე კარგად ხუმრობს? დაუშვათ არ ვიცით. არგუმენტი არის მხოლოდ ერთი. ის არის ბაგრატიონი და შენ შვილდაძე და რა? ჯავახ, ნუ მაბრუნტებ. ნუ რა ვქნათ, ესეა კლასიკური დისკრიმინაცია. ადამიანის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება კანის ფერის გამო, თუ არის რასიზმი. ასაკის გამო, თუ არის ეიჯიზმი, სქესის გამო, თუ არის სექსიზმი. ადამიანის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება იმის გამო, რომ არის მშვილდაძე. დუნდუკიზმი რატო არ არის? არის უდავოდ. კარგი ტერმინია დუნდუკიზმი. მაგრამ ამ დისკრიმინაციის რაღაცნაირად გამართლება არ შეიძლება? კი, როგორ არ შეიძლება და აკეთებდნენ კიდეც ამას საუკუნეების წინ სამეფო ოჯახები არწმუნებდნენ მოსახლეობას, რომ იყვნენ ღმერთის შვილები. და ამით აპრავებდნენ ძალაუფლებას. ანუ იმ დროსაც კი ხვდებოდნენ, რომ ჩვეულებრივ ადამიანად რო გაესაღებინათ თავი, დისკრიმინაცია გამოდიოდა. გასაგებია. მაგრამ ქვეყნის წინაშე დამსახურება მაგალითად არ არის არგუმენტი. საქართველოს ისტორიაში, მოდი შევთანხმდეთ, ცუდი მეფეების რაოდენობა გაცილებით აღემატებოდა კარგი მეფეების რაოდენობას. დავით აღმაშენებელიც ბაგრატიონი იყო და გიორგი ზაქიჭამიაც. დავით აღმაშენებელი რომ მაგარი იყო, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ნუგზარი არის მაგარი. და კიდე როგორი მომენტია ის, რომ აი ეხა გვაქვს ესეთი სიტუაცია. მე უნდა ვიყო მეფე. რატომ? ის იყო მაგარი. და რა არგუმენტია ეს? ხო, სუსტი არგუმენტია. კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნების, სხვა ქვეყნების მაგალითები. ნუ ბრიტანეთი,
ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი, დანია, ბევრი კარგი სახელმწიფო არსებობს, სადაც დღეს კონსტიტუციური მონარქიაა, მაგრამ აქ განსხვავება უნდა დავინახოთ რაში. მათ წვეტა არ ქონიათ მონარქიაში. სულ ყავდათ მეფე და როდესაც გადაწყვიტეს რომ დემოკრატიულები განხვდარიყვნენ, ცივილურად მოექცნენ სამეფო ოჯახებს, არ დახოცეს, არ დაადნეს როგორც რუსეთში. უბრალოდ შეუზღუდეს უფლებები, ძალიან სიმბოლური უფლებები დაუტოვეს და გააგრძელეს ცხოვრება. ჩვენ 200 წლიანი წვეტა გვქონდა და 200 წლის შემდეგ დისკრიმინაციის აღდგენა, ცოტა დუნდუკიზმი არ არის? დუნდუკიზმი და ვარქვათ მაგასაც, კარგი. მიმდინარე სასამართლო დავაზე რას ფიქრობ? გავრცელდა ინფორმაცია, რომ წარმომავლობის დასადგენად ექსგუმაცია არის რამდენიმე მეფის საჭირო, შეიძლება გახდეს. ამაზე სიმართლე გითხრა, არ ვიცი რა გითხრა, აი გადმოცემის ლეგენდის თანახმად ვიცით, რომ დავით აღმაშენებელმა დაგვიბარა ფეხი დამადგით, გულზე დამადგითო, მაგრამ ამომთხარეთ და ექსპერტიზა ჩამიტარეთო, ეგეთი რაღაცა არ დაუბარებია მე. ჩავა, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეთა ერთ-ერთი არგუმენტი არის, რომ ეს დაგვეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში. როგორ? არ ვიცი. არც მე. საერთაშორისო სამართალში ისტორიულ არგუმენტს არანაირი ღირებულება არ აქვს, ნულის ტოლფასია ესეთი არგუმენტი. ჩვენ გაცილებით უფრო ღირებული არგუმენტები გაგვაჩნია, როგორ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, ვიდრე ჩვენი მეფეების ტიტულების ჩამოთვლა. და საერთოდაც, აი, რუსეთს მაგალითად, აი, რუსეთს რო წაუკითხავ ჩვენი მეფეების ტიტულებს. იცი რას გვიპასუხებენ? რას? ვიცი კაცო, ჩვენ არ გაგიუქმეთ ეგ მეფობა? რას მასწავლი? კარგი, არ გვინდა კონსტიტუციური მონარქია, მაშინ რომელია ჩვენთვის იდეალური მმართველობის ფორმა? ამ შემთხვევაში ფორმაზე უფრო მნიშვნელოვანი არის შინაარსი. აი მაგალითად, როდესაც ჰიტლერი მოვიდა გერმანიის სათავეში, იმ დროს იყო საპარლამენტო რესპუბლიკა. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ნებისმიერი მმართველობის ფორმა შეიძლება გადაიქცეს დუნდუკიზმად. გასაგებია. რამე პოზიტიური შეგიძლია გითხრა? არა. არა უშავს. კარგი. მადლობა ჯავახ. მოკლედ მმართველობის ფორმა არ არის მთავარია რომ ხალხი ვიყოთ ფხიზლა და ვაკონტროლოთ პოლიტიკოსები, ხომ ასეა? ვაკონტროლოთ პოლიტიკოსები. ახლა კი რუბრიკა ქერა და ცისფერთვალება ეთნოსები, რომლებსაც შეგვიძლია ვემეგობროთ. ლატვიამ რუსეთის საზღვარზე 93 კილომეტრიანი ღობე ააშენა. როგორც ლატვიაში განმარტავენ, ეს ღობე არალეგალური მიგრანტებისგან თავდასაცავადაა აღმართული. ახლა მარტო ელენა ისიმბაევა თუ მოახერხებს ლატვიაში არალეგალურად გადასვლას. ეს ხუმრობა დაწერა გოჩა თანდარაშვილმა, რომელიც ჯიუტად ცდილობს სპორტული ხუმრობების წერა ჩემი გადაცემისთვის, რომ დავაანონსო მისი სპორტული გადაცემა, რომელიც მესამეს ეთერში მალე გავა და აი ახლა კი პირველი ნიუსი დღევანდელ გადაცემაში, რომელიც მართლა ხალხთან რამენაირად მაინც არის დაკავშირებული. მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის შაბარება მოუწევთ. სავარაუდოდ ტესტებში შეიტანეს საკითხებს, იკრძალება თუ არა ნერვების დაწყვეტა საცობში მდგომი მანქანის ბრძოლებისთვის. ამ მზად ხართ თუ არა ყველაფრის მოსასმენად, რასაც მანქანებს შორის გავლისას უკან მოგაძახებენ. ძვირფასო მთავრობა შეიძლება თქვენ ვერ აანალიზებთ, მაგრამ საჭმელს რომ იძახებთ და თბილი მოგდით პირდაპირ კანცელარიაში და პარლამენტში. აი მაგას შეიძლება დაემშვიდობოთ აწი. მე კი სანამ დღეს დაგემშვიდობებით ჩვენი ბოლო რუბრიკა. ადამიანს ძალიან უყვარს ოცნება. ქართველ ადამიანს კიდევ უფრო ძალიან. ქართველ პოლიტიკოსს კი კიდევ და კიდევ უფრო. ბოლოს და ბოლოს რეალურადაც კითხვაზე ნეტავ მომავალში როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. ყველაზე სიმართლესთან ახლოს მდგომი პასუხია, რომ ალბათ ერთ-ერთ ისეთში, როგორზე ჩვენი პოლიტიკოსები ოცნებობენ. ამიტომაც რუბრიკა ოცნების საქართველო. ნუ ბიძინას ოცნების საქართველო კი ვიცით როგორიცაა. დაცხდება გარეთ. ეხა ბესელიას და წასულებსაც პარტიის სახელს მოუგონებს და ეგაა და ეგ. სააკაშვილის ოცნების საქართველოში მიშა არის თან საქართველოს პრეზიდენტი და თან კურიერის წამყვანიც.
12-ზეც, 3-ზეც, 6-ზეც და 9-ზეც. ამინც კითხულობს მარტო დიანა. ემზარკვიციანის ოცნების საქართველო არის გაბრწყინებული საქართველო. ყველა ხეზე ნათურები კიდია და გირლანდები. ეზოებში, ტყეებში, ყველგან და მართლა გაბრწყინებულია ყველაფერი. ეგონია საქართველოს გაბრწყინება. სალომე ზურაბიშვილმა არ იცის თავისი ოცნების საქართველო როგორია, იმიტომ რომ ოცნებში სუპაესკევშია და აქეთ რა ხდება არ იცი. თამაზ მეჭიაურის ოცნების საქართველოში ყველაფერი არის ზუსტად იგივენაირად როგორც ახლა, ოღონდ კაბინეტში ბილიარდის მაგიდაც უდგას. ეგ უნდა რა. ირაკლი ღარიბაშვილის ოცნების საქართველოში თვითონ არის ბიძინა და ბიძინა არის ღარიბა. ოღონდ ეს კარგად ექცევა და არ უყვირის ხოლმე. და ბოლოს მამუკა ბახტაძის ოცნების საქართველოში აფხაზეთის დაბრუნებული გვაქვს, ოსეთიც და ნაყინი არის უფასო. და ვაფლი ბოლომდე არის ხოლმე სავსე ნაყინით, იქ სიცარიელი არ რჩება. აი ესეც საქართველოზე ოცნებობს ჩვენი პრემიერი და ასე თბილ და ღუღულა ნოთზე გემშვიდობებით მეგობრებო. დღეისათვის ეს იყო და შევხვდებით ხვალ 20-20-ზე მესამეს პირდაპირ ეთერში. ნახვამდის. თითქმის დემოკრატიული, ოდნავ თეოკრატიული, საკმაოდ პერსპექტიული და თითქმის ევროპული ქვეყნის თითქმის ყველა საინტერესო ამბავს ხოვრების რითმის განცდის ხურვილის საღამოს. სანამ წაგიღებს სურვილი, რომ რავი იქნებ, დღეს ხდება ის, რისთვისაც ღირს, რომ თითქმის ყოველ დილით, როცა ვფიქრობ, რისთვის, ვისთვის, შენთვის თუ სხვისთვის, გახსოვდეს სამშობლო, რომელმაც დაამარცხა კორუფცია, თითქმის კრიმინალი, თითქმის სისტემას მოვაწუთებს ითვლის უკვე წლებია და წლებია რა წლების მიქრე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითოეული დღე ხარჯელი სიტყვა მოკლედ ითქმის საღამოს რვაზე ყოველ დღე თითქმის